საღამოშვიდობის, ეს არის გაცემა რეზიუმე, მე ვარ ლელა ბაღდავაძე და ჩვენ სტუმრებთან ერთად ვიწყებთ მიმდინარე კვირის აქტუალური საკითხების შეფასებას. დღეს პარასკევია, სამუშაო კვირა დასრულდა, ამიტომ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ თემებს, რამაც სწორედ ამ კვირაში მიიქცია საზოგადოების ყურადღება. გედევან ფოფხაძე, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი. ინტერვიუს კი გავხსნით EUTHO-ს გადაწყვეტილებით, რომელიც შეეხება საქართველოს მიმართ ახალი მექანიზმის ამოქმედებას. გამარჯობა ბატონ გედევან და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ გედევან, როგორც აღნიშნე, ერთ-ერთი საკითხი, რაც დღეისთვის არის სწორედ შეფასების საგანი, EUTHO-ს 24 ქვეყნის გაწყვეტილებას უკავშირდება, მიღებულია საქართველოს მთავრობასთან მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების გაწყვეტილება, რაც თავის მხრივ და თავის თავში გულისხმობს იმას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი ვითარების შესასწავლად გამოიგზავნება ექსპერტთა მისია. რა მნიშვნელობის მატარებელია ეს გაწყვეტილება? აი გვესმის მაგალითად განცხადებები და სხვა შორის დღეს თქვენი კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს სურაბ ჯაფარიძეს ჰქონდა ბრიფინგი, რომ EUTHO-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში არ დარჩება მხოლოდ დოკუმენტად და რომ ეს გახდება საფუძველი სანქციების და პოლიტიკური გაწყვეტილებების მიღებისთვის. აი თქვენ რამდენად, ასე ვთქვათ, უერთდებით ამ ტიპის მოლოდინებს და რაც მთავარია, თუ არის სხვა ქვეყნების მაგალითები და სხვა ქვეყნების შემთხვევაში არსებული პრაქტიკა, როდესაც აი მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დადებულ დასკვნას სანქციები, წავე პოლიტიკური გაწყვეტილებები და ეს ამ ტიპის ნაბიჯები მოყოლია რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მაგალითები. გავიხსენებ, უბრალოდ მგონია, რომ EUTHO არასდროს არ მოქმედებს ხისტი ნაბიჯებით და მისი მოლოდინი, რომ გუშინ მიტინგი დაარბიეს და ხვალ სანქციები იქნება, ესეთი მიზეზობრივი შეთანხმებული კავშირები EUTHO-ს. თუმცა EUTHO-ს დასკვნებს თუ იყენებს, მაშინ სხვა ორგანიზაციები ან დასავლური სახელმწიფოები? არა, რა თქმა უნდა, გამოიყენებს. ახლა მე გამორიცხავ, რომ ეს ამ შემთხვევაში იყოს რაღაცა ერთი კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ერთჯერადი აქტი. ეს ასაც ეთერამდე საუბრობდით, რომ რეალურად შესაძლებლობების სივრცეს ქმნის ჩვენთვის. ხო, ახლა გასაგები რომ აქეთ არის de facto ხელისუფლება, რომელიც აღარ ცნობს არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს და იცევა აბსოლუტურად აღვირახსნილად და ძალიან ცინიკურად და ამაზრზენად ადამიანის უფლებები ფაქტობრივად გათვლილია, მაგრამ საერთაშორისო მექანიზმები, რომელიც ამას წინამდებობას გაუწევს, რომ ამოქმედდეს, ამას ჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ეს ნაბიჯი ამ შემთხვევაში შეიძლება სწორედ აი ასეთი შესაძლებლობების სივრცეთ ჩაითვალოს. მე დარწმუნებული რომ EUTHO-ს შეფასებები იქნება ობიექტური და ისინი ამ შეფასებებს, რა თქმა უნდა, საფუძვლად აქცევენ სხვა ორგანიზაციებისთვის და ბევრი ისარგებლებს ამ შეფასებებით. მე მიმეჩნია ძალიან ჩქარა მოყვება შედეგები. უბრალოდ მეორე მხარე უნდა ხვდებოდეს ამას. ის მხარე, რომელსაც უმზადებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. ხდება როგორ ფიქრობთ? მე ეჭვება, იმიტომ რომ იქ ძალიან ჩაკეტილი სივრცეა რა. არის de facto ხელისუფლება და არის პიროვნება, რომელიც ასაც არანაირი სამართლებრივი სტატუსი არ აქვს, მაგრამ რეალურად ის არის ყველაფრის გამსაზღვრელი და ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები მოექცა უცხო ქვეყნის, მით უმეტეს ოკუპანტი ქვეყნის კონტროლის ქვეშ. ხა ასეთ მოცემულობაში იქ კონკრეტული დეპუტატი ან კონკრეტული მინისტრი რას მიხვდება და როგორ მოიქცევა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ხო დავინახეთ, რომ რეალურად ამ ქვეყანაში არც მინისტრობას, არც დეპუტატობას, არც სახელმწიფო პოლიტიკურ სივრცეში ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს. იქ შენ ხარ უბრალოდ როგორც მარიონეტი და ისე შეიძლება პრემიერს მოკიდონ ხელი და ჩასვან ციხეში, რომ ხალხმა ვერც გაიგოს, რატო ჩასვეს, რა მოხდა საერთოდ, იმიტომ რომ აი არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური სივრცე აქ აღარ არის. ამ შემთხვევაში რატო არ უნდა მქონდეს მართლა EUTHO-ს აი ექსპერტთა ჯგუფის მიმართ თუნდაც მაღალი მოლოდინები, რომ მათი დასკვნები გახდება სახელმძღვანელო საერთაშორისო ორგანიზაციების. აი ამ ყველაფრით საბოლოო ჯამში ზიანდება უშუალოდ ქართული ოცნება თუ მთლიანად, ასე ვთქვათ, საქართველოს რეპუტაცია, ანუ ჩვენს ქვეყანას რეპუტაციულად რამდენად მაღალი რეპუტაცია. ახლა მარტო ქართული ოცნება რომ ზარალდებოდა, ჩვენ მაგას არც მივახცევდით ყურადღებას და არც ვიდარდებით. დაჭირდება თუ არა ეს რო იყოს ოპოზიციური პარტია, რომელიც დაკავებული არის თვითგვემით და
საკუთარი კაპრიზების დემონსტრირებით ამაზე ჩვენ არანაირად არ ვიდარდებდით. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს არის de facto ხელისუფლება. მე მას სამართლებრივად ვცნობ თუ არ ვცნობ, ის არის de facto ხელისუფლება და არა მარტო ქვეყნის იმიჯი დაზარალდა, პოლიტიკური იდენტობა დაკარგა ქვეყანამ. საერთაშორისო პოლიტიკური იდენტობა და ქვეყანას არა აქვს. შენ ვერავინ ვეღარ აღიქვამს რა. აი როგორც არ ვიცი, კურსკს ან რომელიმე რუსეთის რომელიღაცა რეგიონს უყურებენ, ისე გიყურებენ შენ, იმიტომ რომ არანაირი საერთაშორისო იდენტობა შენ არ აქვს. ეს არის მოცემულობა. ბელორუსიას უფრო აქვს დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციონალურად ლამის რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს ნაწილია, იმას უფრო აქვს იდენტობა და იმას უფრო აღიქვამენ როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, ვიდრე საქართველოს. საქართველო უკვე საერთაშორისო დონეზე იგრძნობა, რომ არის ერთი მხრივ ადგილობრივი ოლიგარქის მარიონეტული მთავრობის პირობებში და მეორე მხრივ რუსეთის დომინაციის პირობებში. ახლა ასეთ მოცემულობაში საქართველოს როგორც სახელმწიფო რო დაზარალდება და ეს არ გადაივლის მარტო სახელმწიფო პარტიაზე ან იმ ჯგუფზე. პირიქით მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ქართული ოცნება იმდენად შეესისხორცა სახელმწიფო ინსტიტუტს და იმდენად იდენტურია დღეს ბიძინა ივანიშვილის ეს ჯგუფი სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომ აი გამორიცხულია მათ რაიმე თავს ზიანი მიაყენონ და ამით ქართულ სახელმწიფო არ დაზარალდეს. თქვენ თქვით, რომ ქართული ოცნება ვერ ხვდება რა ესე ვთქვათ მძიმე რეაქცია შეიძლება ქონდეს დასავლეთს იმ ნაბიჯებზე, რა ნაბიჯებსაც ვხედავთ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან და აი ამ კონტექსტში მოდით ქართული ოცნების რეაქციაზეც დაგისვავთ კითხვას, რასაც ვხედავთ უშუალოდ ეუთოში მიღებულ გაწყვეტილებასთან მიმართებაში. სახელმწიფო გუნდი მუქარას უწოდებს გზას, რომელსაც ამ შემთხვევაში დაადგა ეუთო და პრინციპში ალბათ ზოგადად საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაშიც შეიძლება რომ განვაზოგადოთ ეს განცხადება. ჩანს რომ მუქარას ამჯობინებენ, თუმცა ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, რაც შეეხება უშუალოდ ქიმიური იარაღის გამოყენებას, არავის მოუმართავს, უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და კოხორასი არ იყოს. ჩვენ ყოფილვართ არასწორებიო, ეს არის შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადებიდან. აი თუ კი ფაქტები და მასალები არ არის ქართული ოცნების მხარეს. აი რით იხსნით მაშინ ამ შემთხვევაში უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის ასეთ თავდაჯერებულ პოზიციაში ყოფნას? არ არის თავდაჯერებული პოზიცია. ჩემი აზრით ეს არის უფრო უტიფარი პოზიცია თავდაჯერებულობისგან არსებითად განსხვავდება. ახლა შალვა პაპუაშვილი არავინ არ არის. ის რომ მას ქვია რომ არის პარლამენტის თავმჯდომარე, მან შეუძლია იცის რომ დილას თუ გაეღვიძება ივანიშვილს და ჩათვლის რომ მას სჭირდება რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყოს ვინმე სხვა, საგამოს შალვა პაპუაშვილი აღარ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე. როცა ასეთი ინსტიტუციონალური მოწყობაა, როცა არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ წარმოადგენს დამოუკიდებელი პერსონა, ახლა ქვეყანაში რამდენი პრემიერი იყო, ყველაზე ბიძინა ივანიშვილმა ჯვარი დაასვა და გამოაცხადა, რომ ეს პრემიერი არ ვარგოდა. ნუ ერთ ციხეშიც გაუშვა და ანჩენებს აუმხედრდა, ხო? ახლა ამ ვითარებაში რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ შალვა პაპუაშვილი რას ეტყვის? ახლა რიტორიკა ძალიან გავს ირანის ხელისუფლების რიტორიკას ამერიკელებთან მიმართებაში, ხო? ახლა ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არავის არ ემუქრება პირიქით, ეს არის ყველაზე დიპლომატიური გზა, რომელსაც ეუთო დღეს იყენებს და ევროპა მაქსიმალურად ცდილობს აი ამ ხელისუფლების უტიფრობის პირობებში ქართული სახელმწიფო არ დააზარალოს. მაინც ყველაფერი გადის იმაზე, რომ აი ეს არ ვიცი, არათუ მრავალწლიანი, მრავალსაუკუნოვანი ტოლვა და არჩევანი ქართული ხალხის რო იყოს ევროპული ოჯახის წევრი, ევროპის მხრიდან რაიმე ფორმით არ შეილახოს. ამ კუთხით ევროპა ყველაფერს აკეთებს და შალვა პაპუაშვილს ახლა ბუნებრივია არაინტერესებს მე და თქვენ მოგვეწონება თუ არა მისი გამოსვლა და მით უმეტეს ევროპელებს მოეწონება თუ არა. მას აი ამ მის ყობახიძის და ნებისმიერი აი მარიონეტი პოლიტიკოსის გამოსვლის შინაარსი გათვლილი არის ერთ კონკრეტულ ადრესატზე, ერთ კონკრეტულ მსმენელზე. ნუ ივანიშვილს როგორც ჩანს მოწონს ასეთი რიტორიკა. შესაბამისად შალვა პაპუაშვილს არ ემუქრება იმას, რომ ის რომ ერთ კვირაში მას მოხსნიან. თუმცა როცა მოხსნიან და ციხეში ჩასვლა. ყველაფერი შეიძლება, ხო ხედავთ რომ ამ შემთხვევაში ერთი ადამიანის კაპრიზზე არის აგებული მთლიანად ეს de facto გუნდი. და ჩვენც აღმოჩნდეთ ამ ადამიანის მძევალი, ძალიან ცუდია რაც მოხდა, მაგრამ ეს რეალობაა, რომელსაც თვალს უსწორებთ, ხედავთ რომ ყავს პოლიტპატიმრები, ხედავთ რომ ქიმიური იარაღი რეალურად გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ. აი, ქიმიური იარაღს რაც შეეხება ბატონ გედევან, რადგან ამ თემამდე მივედით
შალვა პაპუაშვილის განცხადების კონტექსტში. უშუალოდ 2024 წლის აქციების დარბევის საკითხი მართლაც არ კარგავს აქტუალურობას და აგერ რამდენიმე დღის წინ ევროპელ დეპუტატებთან ერთად საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომელთა შორისაც თქვენი კოალიციის წევრებიც იყვნენ, ბრიფინგიც ჰქონდათ, მათ ერთობლივად მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიების დაწყება ამ თემაზე. აი, რამდენად რთული ამბავია ეს ამაზეც, რომ თქვენი, ესე ვთქვათ, მოლოდინების შესახებ გითხრათ და მართლაც აი, რამდენად შესაძლებელია, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანომ მით უმეტეს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საკუთარ თავზე აიღოს ამ ამბის შესწავლა და მოკვლევა. სახელმწიფო სტრუქტურები ამას თავის თავზე ვერ აიღებენ. ისინი მარიონეტულები არიან და შესაბამისად მათ არ აქვთ არანაირი დამოუკიდებელი მოქმედების სივრცე. ეს ივანიშვილმა კაიხანი აუგზავნა მათ და შესაბამისად არც ერთი მინისტრი, არც ერთი დეპუტატი, არც ერთი ჩინოვნიკი არ მოინდომებს ობიექტურად რაიმეს დადგენას. და ხო არ გაქვს ინფორმაცია, სადაც ვთქვათ რომელიმე შესაბამისი ორგანო მზადყოფნას გამოთქვამდეს ხელი არა გულისხმობ საერთაშორისო ორგანოებს ხელი მოკიდონ ესე ვთქვათ ამ თემის გამოძიებას. იცით რა არის პირველ რიგში საერთაშორისო ორგანიზაციები მე მაინც მგონია რომ რაზეც საუბრობდით გამოიჩინენ დიპლომატიას და შეცდებიან ამ სტრუქტურებიდან რაღაცა ინიციატივის დანახვას. უბრალოდ მე მგონია რომ ეს დროის კარგვაა და უნაყოფოა, იმიტომ რომ აქედან ვერაფერი ვერ იქნება. საბჭოთა კავშირის პერიოდში 9 აპრილის დროს მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი უფრო თავისუფალი იყო თავის მოქმედებებში და განცხადებებში, ვიდრე დღევანდელი ნებისმიერი მინისტრი და ჩინოვნიკი. ეს არის აბსოლუტურად რეალობა. ეს არის ჩვენ გახსოვს ახლა მაშინ თამაზ ნადარაშვილი ყოფილ არ მეშლება ხო მინისტრი, მისი გამოსვლები, მისი პოზიცია 9 აპრილის მერე და მოთხოვნა რომ გაშიფრულიყო რომელი მოწავლავი გაზი იყო გამოყენებული, მომწავლავის საშუალებები იყო გამოყენებული, გაცილებით უფრო ხმამაღლა და ადეკვატურად ჟღერდა ვიდრე ეხანდელი პოლიტიკოსების. ახლა მე ვერ ხვდები, შეიძლება შენ ხარ ქართულ ოცნებაში და გაიგე რომ შენმა სპეცსამსახურებმა გამოიყენეს მოწავლავი გაზი, რომელიც არ უნდა გამოიყენებინათ. ამ შემთხვევაში შენ შეიძლება ეთანხმები იმას, რომ საერთოდ ტყუის ღირსია ის ოპოზიცია, თქვა გაქვს ემოციური განწყობა, მაგრამ რაღაცა ღირსება და ემპათია და სამართლებრივ სახელმწიფოს რაღაცა ელემენტარულ დონეზე აქ უნდა გქონდეს, მაგრამ ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ დამოუკიდებლობა, აი განულებული აქვთ ეს. ისინი მთლიანად არიან ორიენტირებული იმაზე, რა სიტყვის ივანიშვილი და როგორ მოიქცევა რუსეთისაგან კონტროლირებადი სპეცსამსახურები, იმიტომ რომ ნებისმიერი მათი არასწორი ნაბიჯი მათ შეიძლება დაუჯდეთ თანამდებობის დაკარგვათ და ციხეთაც, იმიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი კორუფციას არ ებრძვიან, ისინი ებრძვიან იმათ, ვინც არ მოწონთ, თორე კორუმპირებული არის ყველა აბსოლუტურად. მათ თვითონ შეუქმნეს ეს ყველაფერი. პოლიტპატიმარია. პოლიტპატიმარი რო იყო მინიმუმ შენ უნდა გქონდეს ამ თვითონ თუ თვითონ ეს ადამიანი თავის თავს პოლიტპატიმრად არ ცნობს და არ აღიარებს და თვითონ არ ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს დანაშაულის ჩადენას. ხო და ახლა მე როგორ გითხრათ რომ პოლიტპატიმარია, ხო თუ თვითონ არ ამბობს რომ პოლიტპატიმარია. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ეს ადამიანები დაიჭირეს არა თავიანთი პოლიტიკური შეხედულების გარშემო, არამედ პერსონალური პირადი წყენისა და პირადი კონფლიქტის გამო, რომელიც ჰქონდათ და თუ ეს პირადი წყენა გადაიზრდებოდა პოლიტიკურ პოზიციაში და ირაკლი იქნებოდა ბიზნესის ნაწყენი არა იმის გამო, რომ ფულს კეთების საშუალებას არ აძლევდა და ყველაფერი თავისთვის უნდოდა, არამედ იმიტომ იქნებოდა ნაწყენი, რომ ირაკლი ბიზნესზე რომ 12 წლის დაპირებები არ სრულდება და ივანიშვილმა ხალხს უღალატა და ზურგი აქცია, მაშინ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი. და ეხლა იქ ფული ერთმანეთში ვერ გაიყვეს და თანამდებები ვერ გაიყვეს და ადვოკატები ვერ გაიყვეს. ახლა მაგ კონტექსტშიც გადავიტანოთ საუბარი და პოლიტიკური мотиваცია გამოსაზრდოთ, მე ხლა არავის ციხე არ მიხარია და ვაღიარებ იმას, რომ სამართლიანი სასამართლო ეკუთვნის ლილვაშვილსაც და ღარიბაშვილსაც, რომ ისინი მართლა პირადი პატიმრები არიან. ივანიშვილის ეს ივანიშვილმა ასე გადაწყვიტა და არც სამართლიანი სასამართლო მათთვის და არც ის რომ პროკურატურა ან რომელიმე საგამოძიებო სტრუქტურა საქართველოში ობიექტურად და დამოუკიდებლად იმოქმედებდა მათთან მიმართებაში, რომ ის
რეალობა არ გვაქვს. ეს ფაქტია. ბატონ გედევან, ქართული ოცნების კანონშემოქმედებაც მინდა შევაფასოთ ზოგადადაც და რა თქმა უნდა უშუალოდ გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონზეც მაინტერესებს თქვენი შეფასება. რა რისი თქმის საფუძველს იძლევა მომზადებული პროექტი, იმიტომ რომ პოლიტიკოსები და ექსპერტები უკვე იმასაც კი ამბობენ, რომ რა რუსეთი, ბელარუსი და საბჭოთა კავშირი გაცილებით უარესი კანონები მივიღეთ საქართველოში. მართლა არს ეს შორს წავედით? პრაქტიკულად ხო, იმიტომ რომ ხა თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში იყო აბსოლუტურად სხვა სივრცე იყო გრანტებთან მიმართებაში და ჩვენ მართლა გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ უცხოური დაფინანსების ხარჯზე განვითარებული იყო მედია, განვითარებული იყო არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეს სივრცე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ხა აბა ვინ დააფინანსებდა ამ სივრცეს თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციები. სახელმწიფო ეს სივრცე ისედაც არ უნდა დააფინანსოს, მისი საქმე არ არის, იმიტომ რომ თუ სახელმწიფო ამის ფინანსირებას იწევს, გასაგებია რომ ამას აკეთებს პოლიტიკური შეკვეთის სტანდარტით და არა, იმიტომ რომ მართლა გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს, დაიცავს მოქალაქის თავისუფლებას და დაიცავს სწორედ სახელმწიფოს უკანონობისაგან. აი ამ კუთხით იმდენად საქართველოს უკვე შემდგარი იყო და ისე წინ ვიყავით წასული, რომ ესენი იძულებული გახდნენ კიდევ უფრო რადიკალურები გავხტარიყვნენ, იმიტომ რომ რუსეთმა და ბელორუსიამ თუმცა რუსეთში ახლა გრანტებიც იყო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც მუშაობდა და მათთვისაც ძალიან მტკივნეული იყო ამ ყველაფრის გაუქმება, მაგრამ ესენი იძულებული გახდნენ ეს ყველაფერი უფრო ხისტად ეკეთებინა და ძალიან დემონსტრაციულად გააკეთეს, რომ ამით სრულდება რუსული შეკვეთა. ეს იმდენად თვალში საცემი იყო, რომ ვერან ვერ გავიგეთ საბოლოო ჯამში, თუ არა რუსული შეკვეთა, რატომ უნდა გააკეთებინათ ეს და ბოლოს უკვე ეს ყველაფერი თვითონაც არ დამალეს, ეს იყო ძალიან ისე საერთო ჯამში ბატონ გედევან აი ვისმეთ განცხადებს რომ ქართული ოცნების მთავარი მიზანია ქვეყანაში აღარ ისმოდეს განსხვავებული აზრი და შეწყდეს იგივე აი ეს ყოველდღიური პროტესტი, რასაც რუსთაველის განზერზე ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ წინააღმდეგობის მოძრაობის თქვა დღევანდელი მასშტაბი არ არის დღევანდელი ხო აი მასშტაბი არ არის მაინდამაინც ისეთი დიდი და გრანდიოზული. აი რა გავლენას ახდენს ამ კონტექსტში ამასაც კითხავთ ქართული ოცნების მიერ უკვე მიღებული კანონები, ხო, აი წინააღმდეგობაზე, პროტესტზე, რაც შეიძლება გავლენას რა თქმა უნდა მოახდენს საზოგადოებაში და რატომ მინდა მათ შორის ამ კითხვის დასმა, იცით, აი მაგალითად გუშინ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, მიიჩნევს და ამის თაობაზე მან მის სასამართლო პროცესზე ისაუბრა, რომ აი კანონები მუშაობს და ხალხი შეშინებულია. ეს ხომ არ გავს ობიექტურ შეფასებას თუ ციხიდან მაინც ყველაფერი ცოტა განსხვავებულა. არა, შიშის მომენტი შეიძლება ნაკლებად არის, უბრალოდ არის მისი განცდა, რომ ქუჩის პროტესტს პირდაპირ ასეთი მიზეზური შედეგობრივი კავშირი არ აქვს რეჟიმის დასრულებასთან. რაც თავისთავად სწორი არ არის, იმიტომ რომ საუბარი არის ხანგრძლივი პროტესტზე, ახლა საუბარი რო იყოს იმაზე, რომ ერთ დღეში შევიკრიბებით და დღის ბოლოს აღარ იქნება, 4 ოქტომბერსაც იყო იდეის დონეზე გაჟღერებული, ხო, გადამწყვეტი ბრძოლის დღე, რომელიც იდეის დონეზე ნორმალურია, მაგრამ როგორც წესი გადამწყვეტი ბრძოლის დღე ან უნდა იყოს სპონტანური, ან თუ იგეგმება ორგანიზატორებმა მთლიანად უნდა იყონ ის წესრიგი სრული პასუხისმგებლობა და ვინაიდან ჩვენ მაინც წავედით ხანგრძლივი უწყვეტი პროტესტის გზით, მთლიანად საპროტესტო მოძრაობა, ხანგრძლივი უწყვეტი პროტესტი საქართველოში ასეთი მასშტაბის არასდროს არ ყოფილა. და ის რომ ყოველდღე გამოვა 10 და 20,000 ადამიანი საპროტესტოდ ეს არარეალურია, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანურად თუნდაც გვესმოდეს ის ხალხიც კი რომელზეც ნამდვილად არ ეშინია და რაღაცა პერმანენტულ აქციებზე დაძახილზე მოდიან, იმ ადამიანებსაც აქვთ სამსახური, აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, აქვთ რაც პირადი ცხოვრება და იმათაც სჭირდებათ თავისუფალი სივრცე იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გადაწყვიტონ. 24 საათიანი პროტესტი ვერ იქნება ძალიან მასშტაბური. უბრალოდ 24 საათიანი პროტესტი თავის თავზე უნდა იყოს პოლიტიკურმა სპექტრმა. აი ვის ეშინია ქართულ ოცნებას ქუჩაში მდგომი ადამიანების ან შესაძლოა სახლში მყოფი პირების რომელსაც აღარ მოსწონთ მისი პოლიტიკა თუ
განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ქართულ ოცნებას სამართლიანად ეშინია იმისი, რომ ნაკურჩხალიდან გადაექცევა დიდ ხანძარად და ეს ხანძარი მათ წალეკავს. ამისი მათ ეშინიათ, იმიტომ რომ მათ ვერ ჩააქრეს ხანძარი ბოლომდე. პატარა პროტესტის კერაც არის წინაპირობა იმისი, რომ ეს რაღაცა მომენტში მიიღებს მასშტაბურ ხასიათს, მაგრამ თუ შენ გინდა დიქტატურა გააფორმო, ესეთი პატარა პროტესტის კერაც არ უნდა გქონდეს. ეს გაიარა რუსეთმა, ეს გაიარა ბელორუსიამ, და ეს რუსეთში რომ გამოხვიდე თეთრი ფურცელი დადგე კრემლის წინ, ამის გამო დაგიჭერენ. იმიტომ მათ მშვენივრად ესმით, თუ 9 საათი ასეთ ადამიანს არ დაიჭერ, ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან გაიზრდება. ის რომ დღეს თბილისში ხერხდება ყოველდღიურ რეჟიმში ამ საპროტესტო მოძრაობის შენარჩუნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არის შეუმდგარი, გაუფორმებელი დიქტატურა და არა შემდგარი. ეს არის ამ ხელისუფლების სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს დიქტატურა, მაგრამ რეალურად მათ ბოლომდე ამის გაფორმება ვერ შეძლეს. ამიტომ ეს კანონები, რა თქმა უნდა, გათვლილია იმაზე, რომ რაღაცა უფრო დაამძიმონ, მოიფიქრეს, რომ ქუჩაში არ გადავაკეტინოთ და დავიჭიროთ, არ გადავკეტავთ ქუჩას, მერე რა. ტროტუარზე გავივლით, ტროტუარზე არ გაგვატარებენ, რაღაცა სხვა ფორმას გამოვნახავთ, მაგრამ ის რომ უწყვეტი პროტესტი არ შეწყდება, ეს ცხადია, ესე იგი ჩვენ არ ვაძლევთ მათ საშუალებას დიქტატურა გააფორმო, მაგრამ გაფორმებული დიქტატურაც არ არის დიქტატურისთვის გარანტია. იმიტომ რომ შენ ამ სახელმწიფოს ვერ მოკიდებ ხელს და ვერ გადაიტან სხვა პლანეტაზე და დღეს რაც ხდება მსოფლიო დიქტატურებისთვის, ისინი არიან ცალსახა ანაქრონიზმი. იმიტომ რომ სირია როგორც მოკავშირე დაკარგა რუსეთმა, ვენესუელა დაკარგა როგორც მოკავშირე, ეხლა ირანი დღეს წესრიგში, ხა ამ მოცემულობაში საქართველოს როგორ უნდა შეინარჩუნოს რუსულ ორბიტაზე თავის თავი და შეინარჩუნოს ეს რეჟიმი, როცა ფაქტობრივად დიქტატურა ვერც გააფორმა. ეხლა ჩვენ ძალიან თანაუგრძნობთ ირანელ ხალხს. რუსულ ორბიტაზეც არ არის მყარი მისი პოზიციები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბოლომდე მათ ვერ შეძლეს რუსეთის შეკვეთის შესრულება. ახლა თუ მათ შემდგარი დიქტატურა არ ექნებათ, ისინი ვერ მოახდენენ იმის დეკლარირებას, რუსული ხელისუფლება არიან. ესეც მათი პრობლემაა. ესე იგი, დიქტატურულ რეჟიმებთან ურთიერთობის დროსაც მათ ვერავინ ვერ აღიქვამს. ისინი ვერ ხვდებიან ეს რა მოდელია. იმიტომ რომ შემდგარი დიქტატურები ამ მოდელს თავისნაირად ვერ ჩათვლიან და რუსეთიც ამათგან რა თქმა უნდა ალბათ უფრო მეცელოდებოდა. ხა ის რომ ეს რუსეთისთვის მაამებლური კანონებია, რაც მიიღეს და განსაკუთრებით უცხოური აგენტების შესახებ კანონი მთლიანად რომ რუსეთზე იყო ორიენტირებული და სამართლიანად მიიღო სახელწოდება რუსული კანონის, ეს ერთმნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რუსეთისთვის. რუსეთი რომ უყურებს ამათ რეჟიმს, ის ვერ აღიქვამს ამ რეჟიმში ისეთ საყრდენს რეგიონში, რომელიც მას სჭირდება. იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში ამათ არ აქვთ ისეთი ყიფები არიან და ისეთი მყარი პოზიცია არ აქვთ. რუსეთთან საქართველოს დაკავშირების გამო იცით რომ ის სწორედ ამ კვირაში კრიტიკის ქვეშ მოექცა მაია სანდუ, მოლდოვას პრეზიდენტი და სხვათა შორის არა მხოლოდ ქართული ოცნების მხრიდან ისმოდა ესე ვთქვათ კრიტიკა მისი მისამართით, არამედ მისი პოზიცია არ მოეწონა ცალკეულ ოპოზიციურ არ მოეწონათ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიაში, მაგალითად გიორგი გახარიას გუნდში ყოფილი პრემიერის წევრები ამბობენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა საქართველოს არ არის რუსულ ორბიტაზე. არსად აღარ არის, მაგრამ ამას ქვია არსად და არა რუსულ ორბიტაზე ყოფნა. სხვა შორის ჩემ გადაცემაში გააკეთა გახარიას პარტიის წევრმა ეს განცხადება. რას უპასუხებდით პოზიციას, რომ საქართველოს დღევანდელი პოზიციონირება უფრო არსად ყოფნას გავს და უფრო არსად ყოფნა ქვია ამ ყველაფერს, ვიდრე მაგ არ ვიცი რა აკეთებენ აქცენტს, ახლა ეს მათ უნდა კითხოთ დამაზუსტებელი კითხვები მათ უნდა დაუსვათ, იმიტომ რომ მოცემულობა არის ასეთი, რომ ამათ უნდათ რუსულ ორბიტაზე ყოფნა, მაგრამ ქართულმა ხალხმა არ მიცემ ის საშუალება, რომ გაეფორმებინათ დიქტატურა და დიქტატურა აუცილებლად ჭირდებათ, რომ ამ ორბიტაზე განთავსდნენ. მაგრამ ის რომ ისინი პოლიტიკურად ამ ორბიტის ნაწილი არიან, რომ ვერ დაიმკვიდრეს თავი, ის არის აბსოლუტურად სხვა რაღაცა, მაგრამ პოლიტიკურად ისინი რომ ამ ორბიტის ნაწილი არიან, ეს ერთმნიშვნელოვანია. მოიკითხონ მაშინ ვისაც კითხვის ნიშნები აქვს და ეჭვეპარება მაგის დაკავშირებით, რა ხდება მოდულის შენობაში, რამდენად არის რუსული სპეცსამსახურების გავლენები, მოიკითხონ
კონტაქტები, რომელიც ივანიშვილს და მის გარემოცვას აქვს რუსეთთან და გავანალიზოთ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაზე არის ორიენტირებული. არის თუ არა საკანონმდებლო ცვლილებები იმაზე ორიენტირებული, რომ შენ წახვიდე სწორედ რუსეთის ორბიტაზე. უდაოდ თუ საქართველოში გაფორმდება დიქტატურა, თუ შეწყდება 24 საათიანი უწყვეტი ეს ხანგრძლივი პროტესტი, რაც არის დღეს ქუჩაში და დიქტატურა იქნება შემდგარი, არა ესეთი შემდგარი, როგორც დღეს არის, არამედ შემდგარი, ისინი მოკიდებენ საქართველოს და დასვევენ რუსეთის ორბიტაზე. მადლობა ბატონ გედევან, იმისთვის რომ მოხვედით და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, გედევან ფოფხაძეს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერდება, ასე რომ დაგვერდით. მაშა ასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ართქმელაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ თორნიკე და მადლობა რომ გვესტუმრეთ. გამარჯობა, მადლობა მოწვევისათვის. ბატონ თორნიკე, მოდით გაცემის ეს ნაწილი გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებით დავიწყოთ. პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და განსახილველად კომიტეტებს გადაეცემა. ცვლილება შედის 7 კანონში. ვიდრე კონკრეტულ ცვლილებებზე კითხავდეთ და ვისაუბრებდეთ, იქამდე ზოგადად. ეს და ამ ტიპის კანონები ქართულ ოცნებას აძლიერებს და ხელისუფლებაში მის ყოფნას კიდევ უფრო ამყარებს თუ არ ვიცი, რეპრესიულად შეფასებულ ზომებზე გადასვლა უკვე ნიშანია იმის, რომ სახელისუფლებო გუნდის პოზიციები შერყეულია. პრინციპში ეს გაგრძელება და არა გუშინ და გუშინ წინ დაწყებული პროცესის, არამედ დაახლოებით 2 წლის პროცესის გაგრძელებას ვხედავთ. ხო, ეს პირველი რუსული კანონის დაინიცირებიდან მთელი ეს ჯაჭვი რეპრესიული კანონმდებლობის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ერთის მხრივ ეს არის დასტური იმისა, რომ ქართული ოცნება უკვე ყველაფერზე მიდის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ის ხედავს, რომ თუ ქვეყანაში იქნა მცირე დოზითაც კი სიტყვის თავისუფლება, თუ მცირე დოზითაც კი იქნა ადამიანები, რომლებიც შეძლებენ საუბარს თავისუფლად, ამას აღიქვამს თავის ეგზისტენციალურ პრობლემად და ხედავს, რომ მცირედი თავისუფლების ფონზეც კი მან შესაძლოა დაკარგოს ძალაუფლება. მთელი ეს პროცესი, როდესაც ვსაუბრობთ კანონების გამკაცრებაზე, ვსაუბრობთ მძევლების აყვანაზე, რასაც ვხედავთ და ასამდე პოლიტიკური პატიმარი ყავს უკვე ქართულ ოცნებას, სხვა არაფერია თუ არა ერთის მხრივ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მას აქვს იმედი, რომ ამით ივაჭრებს და ვიღაც დაელაპარაკება. დღემდე მას არავინ არ ელაპარაკება, არც რეგიონის დონეზე, თუ ჰამას და ჰეზბოლას არ ჩავთვლით და ირანს. პრინციპში ხედავთ, რომ სრულ იზოლაციაში არიან ისინი და არავის არ სურს მათთან კომუნიკაცია, არის პროტოკოლური საუბრები, ჯერჯერობით კრიტიკა ისმის დასავლური სამყაროს მხრიდან და უშუალოდ ამ ცვლილებებზეც ვხედავთ, რომ მეც ვერაფერს ვერ მიიღებენ ესეთ ცვლილებებიდან. ისმის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც და გუშინ მთელი დღეს განმავლობაში არაერთი ევროპელი ლიდერის მწვავე შეფასება მოისმინა საზოგადოებამ, მათ შორის იყო კაია კალასი, მარტა კოსი და კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ მათ წინააღმდეგ ვინც საზოგადოების მიმართ რეპრესიულ ზომებს ახორციელებს, ნაბიჯები გადაიდგმება. რა შეიძლება იყოს ბრიუსელის პასუხი, მოდით ამ კითხვასაც დაგისვავთ, იმიტომ რომ ისმის კიდევ ერთი კითხვა. ევროკავშირს რომ უფრო მეტის გაკეთება შეეძლოს, ამას აქამდეც ხომ არ გააკეთებდა. უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი შემოსაზღვრულია თავისი წესებით, ხო? და ის არის წესებზე დაფუძნებული გაერთიანება. და ეს წესებზე დაფუძნებული გაერთიანება გულისხმობს, რომ მკვეთრი ნაბიჯების გადასადგმელად საჭიროა ყველა წევრის თანხმობა და ჩვენ იქ ვიცით, რომ პრორუსული ძალები სამწუხაროდ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არიან და ამით გამორჩეულია, რა თქმა უნდა, უნგრეთი და ქართული ოცნების დიდი მეგობარი ორბანი, რომელიც ერთადერთია, ვინც ამათ ელაპარაკება ევროკავშირიდან, ხო? და ხედავთ, რომ მის მიერ ხდება ამ გარკვეული ზომების დაბლოკვა. თუმცა არსებობს სხვა საერთაშორისო ასპარეზზე სხვა ისეთი ქვეყნები, რომელთაც არ აქვთ ესეთ შეზღუდვები. ამის ნათელი მაგალითია გაერთიანებული სამეფო. და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? დიდი ბრიტანეთი, როდესაც მან დატოვა ევროკავშირი, უკვე ესეთი ბიუროკრატიით, ასე ვთქვათ, აღარ არის შეზღუდული და ხედავთ მათ მიერ განხორციელებულ კონკრეტულ სანქციებსაც და ასევე ხედავთ, რომ არის ამ მიმართულებით სერიოზული ძვრები და უნდა ველოდოთ და დამერწმუნეთ ევროკავშირის სანქციებზე ნაკლებად არ ადარდებთ ბრიტანული და ამერიკული სანქციები. თქვენ გახსოვთ ირაკლი კობახიძის ცნობილი სიტყვები ტრამპი, რასაც იტყვის, იმას გავაკეთებთ ეს პირდაპირ ეს ადამიანები, რომლებიც სუვერენიტეტზე გველაპარაკებიან, თან ამბობენ, რომ რასაც ტრამპი მათ ეტყვის, იმას გააკეთებენ. ეს ნაკარნახევია იქიდან, რომ ადარდებთ მათ ეს სანქციები, ამაზე წუხან და რა თქმა უნდა, თავარი
კერკეტი რაც შეიძლება გამოიყენოს დასავლეთმა ესეთი ანტიდემოკრატიული ხელისუფლებების წინააღმდეგ ეს არის ოღონდ სანქციები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეს კონკრეტულად იმ ადამიანებზე, ვინც არიან ბრალდებულნი და ხილებულნი დემოკრატიისთვის ძირის გამოთვლაში და არა ქვეყანაზე. ეუთო გადავიდა ქართულ ოცნებასთან ურთიერთობების ახალ რეჟიმზე, რადგან 2024 წლის დეკემბერში ამუშავებულმა შექმნილმა ვენის მექანიზმმა არ გაჭრა, აი ახლა უკვე ამოქმედეს მოსკოვის მექანიზმი. ეს ერთი მხრივ, როგორც პოლიტიკოსები და იურისტები გვეუბნებიან, აღიარება იმის, რომ საქართველოში უკიდურესად გართულებულია ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა, მეორე მხრივ კი ვიცით, რომ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თავად შეისწავლის დღეს არსებულ სურათს. რა სიგნალია და ამ თემასაც შევეხოთ შესაბამისად, რა სიგნალია ეუთოს მხრიდან მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ აი მაგალითად ელენე ხოშტარი ამბობს ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომ ასეთი ნაბიჯები არ იდგმება ისე, რომ ნაფიქრი არ იყოს შემდეგზე. რა შეიძლება იყოს შემდეგი? რა თქმა უნდა, ეს მოწმენდილ ცაზე არ მომხდარა ეს ამბავი და ჩვენ გვახსოვს BBC-ს ძალიან ცნობილი გამოძიება სავარაუდო ქიმიური მოწამვლის შესახებ და მეც მახსოვს ეს დღეები, იქ ვიყავი ყოველ დღე, პირადად მე არ მომხდარ ვარ წყლის ჭავლში, თუმცა მახსოვს ადამიანების და არაერთი ადამიანის ნათქვამის სიტყვები, რომ წყალი წვავს. ეს იყო უცნაური, იმიტომ რომ მსგავსი რამ არასდროს არ გვახსოვდა, უამრავ დარბევაში მოხვედრილად სამწუხაროდ ესეთ პირობებში გვიწევს ცხოვრება, თუმცა მახსოვს ეს, ასე ვთქვათ, პარადოქსული განცხადებები, რასაც ამბობდნენ ადამიანები, ხო? და ამას მოყვა BBC-ს გამოძიება, რომელიც რეკორდულ დროში 5 დღეში დაასრულა ქართულმა სახელმწიფომ გამოძიება, ისე რომ თავარი მოწმებიც არ დაუკითხავს, არც რა გამოიკვლიეს არ ვიცით და ასე შემდეგ, ხო? ეს არის სერიოზული ეჭვი, რომელიც ალბათ პირველი და უმთავრესი იქნება, რაც უნდა შეისწავლოს ეუთომ. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მე არ მაქვს ინფორმაცია. შესაძლოა ამ მექანიზმის ამოქმედება უშუალოდ ამ თემატიკასთან იყოს დაკავშირებული ამბავთან, რომელიც შეეხება 2024 წლის. ეს ბრალდება ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არის ძალიან მძიმე. ქიმიური იარაღის ზოგადად გამოყენება და მეორეს მხრივ ეს შვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ეს არის უმძიმესი კონვენციური დანაშაული და ამაში არიან ისინი ბრალდებულები და მათ ვერ წარმოადგენს ჯერჯერობით რანაირ მტკიცებულება, მე ვერ ჩავთვლი ამ გამოძიებას, რომ ეს ვალიდური მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ვიტყვით, რომ ესეთი ნივთიერებები არ ყოფილა გამოყენებული. ქიმიური იარაღი, ისევე როგორც სხვა მძიმე მასობრივ განადგურების იარაღი არის მკაცრი კონტროლის ქვეშ, საერთაშორისო კონტროლის და ეს არ არის მხოლოდ შიდა კონტროლის ასე ვთქვათ საკითხი. გარდა ამისა, სახელმწიფო მიერთებულია უამრავ ხელშეკრულებაზე, რომელიც ავალდებულებს ესეთი ნივთიერებების ქონასთან დაკავშირებით მთელ რიგ პროცედურებს. ხო, ეს ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეისწავლოს, ჩემი აზრით, ეუთომ. მეორე ნაწილია, რასაც ჩვენ ხედავთ, მაგალითად, ტროტუარებზე დგომის გამო ადამიანების დაკავებას. ხო, ვინ წარმოიდგენდა ამას, თუნდაც 2 წლის წინ, სამწუხაროდ, დიდი რაოდენობა ადამიანებს ამას ვერ დაუშვებდა, თუმცა სამწუხაროდ მივედით ამ ეტაპამდე, როდესაც უბრალოდ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები მიდიან ციხეში, ჯერ რაღაც ადმინისტრაციული და შემდეგ უკვე სისხლის სამართალი ემუქრებათ. საერთო ჯამში პირველი კითხვასაც მინდა შევეხო და ამ ნაწილსაც როდესაც ჩვენ ვამბობდით 2023 წლიდან და განსაკუთრებით 24 წლიდან როცა უკვე მიიღეს რუსული კანონი, ეს იყო დასაწყისი. გახსოვთ მაშინ ქართული ოცნება ამბობდა, რომ ეს იცით რა, გამჭირვალეობა რატომ არის ცუდი, ოღონდ გამჭირვალეობა მათ რატომღაც მოუნდათ არასამთავრობო სექტორის მიმართ და არ მოუნდათ Eagle Hills-თან დადებულ კონტრაქტის გამჭირვალეობა. ხო, ეს კიდევ სხვა ნაწილია. თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს კანონები დროთა განმავლობაში დამძიმდება. თუმცა აქაც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი პროგნოზი გარკვეულწილად არ გამართლა, იმიტომ რომ ამ ტემპს არავინ არ ველოდით სამწუხაროდ ალბათ. ხო? იმიტომ რომ ესე სწრაფად რუსეთსა და ბელარუსში ეს არ მომხდარა. მეცაც გეტყვით, მსგავსი კანონები რუსეთსა და ბელარუსში არ მიუღიათ და თუ აქამდე ვიძახდით, რომ ეს რუსული კანონი, ეს რუსულ კანონზე გაცილებით უარესია, რასაც გეგმავენ. ხო, მეწარმე სუბიექტებს უკრძალავენ ლაპარაკს. ადამიანებს, რომელთაც თანხას გადმოურიცხავენ უცხოეთთან, უკრძალავენ, რომ ხელისუფლებაზე რაიმე ცუდი თქვან, ხო? მთელი ქვეყანა აიყვანეს მძევლად, შეგვიძლია ესე ვთქვათ და გააკონტროლებენ ვინმე ზედმე ცხვარი ლაპარაკებს და თუ ილაპარაკებს, მთელი სადამსჯელო აპარატი მათ ხელშია და დაიწყებენ ადამიანების დევნას. ბატონ თორნიკაი, თქვენ აქციებზე დაპატიმრებული ადამიანები ახსენეთ და მართლაც ეს პირები, ახალგაზრდები, კაცები, ქალები ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს დღეს ქვეყნისთვის.
რადგან ასია, მოდით ერთი კითხვა დავსვათ იმაზეც რაშია გამოსავალი, როცა საქმე ეხება პირებს, რომელთა საქმეებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება და რომლებსაც პოლიტპატიმრებს უწოდებენ. მაგალითად, აი ლევან ხაბეიშვილის პოზიცია მინდა გაგიზიაროთ, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, რომელმაც გუშინ გააკეთა განცხადება სასამართლო პროცესზე, ის მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ოპოზიციამ ქართულ ოცნებასთან უნდა დაიწყოს საუბარი თუნდაც პოლიტიკურ პატიმრებად შეფასებული პირების გათავისუფლების საკითხზე. ოპოზიციური ძალები, ხო ვიცით, რომ ამ დრომდე ძალაში ტოვებთ ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია უფრო რბილია, თუმცა სხვების უფრო ხისტი, თუმცა ოპოზიციური სპექტრი საერთო ჯამში მაინც რჩებით იმ პოლიტიკაზე, რასაც ქვია ქართულ ოცნებასთან არ თანამშრომლობა და მათ შორის არ დალაპარაკება. ჩვენც ხისტია, ჩვენ არასდროს არ გვთანამშრომლია ქართულ ოცნებასთან. არა, ჯერ ეს ნაწილი ამოვწუროთ, ჩვენ არ თანამშრომლობას გააჩნიათ რაღაც ეტაპზე. მაგრამ ერთად მიპასუხეთ. დღესაც სწორი გგონიათ ის პოლიტიკა, თქო მოკლედ ამის კითხვა მინდა, რასაც 2024-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაადგა ოპოზიციური სპექტრი. აი დღეს მდგომარეობით რამდენად ჭრის და რამდენად ამართლებს ის რაზეც უკვე რასაც ქვია ქართულ ოცნებასთან არ თანამშრომლობა და ამავე დროს არ დალაპარაკება. ლევანს ამ პოზიციას გავეცანი, უბრალოდ აქ ერთი ძალიან საინტერესო ასპექტია. აქედან რომც იყოს მზაობა ლაპარაკზე, მეორე მხრიდან ამ მზაობას ვერ ვხედავ. ქართული ოცნება ზოგადად ამით არის გამორჩეული და თუ კი ისინი ხშირად გვესმის, რომ ებრძვიან თითქოს ნაცმოძრაობას, თუ კი რაიმე შეითვისეს ნაცმოძრაობისგან არის ის, რომ ოპოზიცია უნდა შეირაცხოს მტრად, რომელსაც ამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი უნდა. ამიტომ არც მეორე მხრიდან ვხედავ დიდ ინტერესს, რომ მოხდეს ლაპარაკი, ხო, მეტიც ხდება კანონების გამკაცრება, ხდება ის, რომ ჩაიკეტოს ტელევიზიები და ასე შემდეგ, ხო? რაც არ უნდა სურვილი იყოს აქედან, რომ მოხდეს რაღაც დიალოგი, მეორე მხარეს ეს სურვილი საერთოდ არ აქვს, არათუ ცოტა აქვს, საერთოდ არ აქვს. ჩვენ ნახეთ დებატებზე განცხადებდა, როდესაც მიიღო ჩვენგან მათ შორის ჩვენგან თანხმობა, რომ კი ბატონო, აი დავსვდეთ დებატებზე, რაღაც სიცხადე შემოიტანეთ ამ ნაწილში, მაგრამ დავსვდეთ დებატებზე, ჩვენ არა გვაქვს პრობლემა, აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენ არ მოვიაზრებოდით ამ დებატებში, ხო? ამ ადამიანებს არ აქვს სურვილი საერთოდ დაგველაპარაკონ, ხო? ამიტომ ახლა თეორიულად საუბარი შეიძლება თუ არა, ხო? საუბარი შეიძლება პოლიტიკაში, ხო, ნებისმიერ ადამიანთან, რაც უნდა ვთქვათ, ის იყოს დაპირისპირება მხარეებს შორის, ხო? ამაში პრობლემას რა თქმა უნდა ვერ ვხედავ, თუმცა უნდა იყოს გარკვეული წინაპირობები, უნდა იყოს მზაობა იქეთკენ, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება, ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტპატიმრებს ისინი არ უშვებენ, ვხედავთ, რომ კანონის პირიქით ამკაცრებენ, ვხედავთ, რომ დასავლეთს კიდევ უფრო მეტად შორდებით, ხო? ამიტომ არავითარი ინდიკატორი იმისა, რომ ქართული ოცნება საუბარს აპირებს, სამწუხაროდ არ არის და არ მარტო ჩვენთან, არც დასავლეთთან, ხო? ისინი სრულად მეტიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი სრული იზოლაციისკენ მიდიან და მათ ამის სურვილი აქვთ, რომ ჩაიკეტონ მაქსიმალურად და მოხდეს ისე, რომ აქ იყოს ერთადერთი ძალა ქართული ოცნება და დასავლეთი გარკვეულწილად აიძულოს, რომ მათ დაელაპარაკოს. ეს არის მათი პირდაპირ აღებული გეზი, ამ პოლიტიკას ატარებენ უკვე წლებია, ამიტომ ჩემი აზრით ამ ეტაპზე საუბარი იმაზე, რომ რაღაც მოლაპარაკებები დავიწყოთ ქართულ ოცნებასთან, უბრალოდ თეორიაა და არაფერი ხელშესახები ამ მხრივ არ აქვს. ბატონ თორნიკე, ცოტათ რომ მინდა დავუთმოთ განათლების რეფორმასაც, იმიტომ რომ ეს თემაც ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი აქტუალური საკითხია და მით უფრო რომ გუშინ კონკრეტული გაწყვეტილების შესახებაც გახდა ცნობილი, მთავრობა მივიდა გაწყვეტილებამდე, რომ გააერთიანოს ორი მსხვილი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი. ხა თვითონ ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ რეფორმის მიზანია უნივერსიტეტები უფრო რეიტინგულნი გახდნენ, მეტი ფასი და ძალა ჰქონდეს გაცემულ დიპლომს და ცოდნას, თუმცა კრიტიკულად განწყობილი პირების მხრიდან გვესმის, რომ ეს არის არა ორი უნივერსიტეტის შერწყმა, არამედ ორივე უნივერსიტეტის გაუქმება და თან პოლიტიკური მისიით. ლელო რას არქმევთ მოკლედ იმ ნაბიჯებს, რასაც უკვე განათლების სისტემაში და სექტორში დგამს ჩვენი მთავრობა. ანუ ერთის მხრივ რაზეც ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ, ხო? ერთ ნაწილია, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, მეორეს მხრივ ის
ქმედებები, რასაც ატარებს მაგალითად განათლების რეფორმაში ან მაგალითად ეგრეთ წოდებული ფასების შემცირების კომისია, ხო? ანუ საზოგადოებას სთავაზობს კიდევ უფრო ისეთ საკითხებს, რომელიც მათი იმედით რაღაც ყურადღებას მოადუნებს, რაღაცა გადაიტანს სხვა საკითხზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტულად აი ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას, მე პირად ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდი და ძალიან ძვირფასია ეს უნივერსიტეტი ჩემთვის და ესეთ საკითხები, როდესაც ხდება ხო გაერთიანება ორი უმსხვილესი ქართული უნივერსიტეტის. ეს უნდა წდებოდეს დარგის სპეციალისტებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, ხო? არათუ დარგის სპეციალისტებთან არ ყოფილა ესეთი კომუნიკაცია გავლილი, არამედ რექტორებმა არ იცოდნენ. ხო, აი სეტეოს რექტორის განცხადებით შეიძლება დავუშვათ უნივერსიტეტის თესეოსთან შეერთების გაწყვეტილების შესახებ გაიგო გუშინ. ეს არ არის ნორმალური ამბავი ამას. რა თქმა უნდა არ არის. ამას და მაშინ რას ნიშნავს, როდესაც აკადემიური საბჭო, რექტორატი აი ესეთი მასშტაბური გაწყვეტილების შესახებ იგებს გაწყვეტილების მიღების შემდეგ ტელეეთერით. ხო, ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ინტერესი საერთოდ აზრიც გაუზიარონ, აზრი კითხონ ვინმეს, მათი მოსაზრება კითხონ. ანუ მათი სურვილი რეფორმა არ არის, ამის თქმა მინდა, ხო? მათი სურვილი თუ რეფორმა იქნება ცივილიზებულ ქვეყნებში როგორ ხდება, რომ აცხადებენ, რომ ჩვენ ახლა ვაპირებთ ამ ნაბიჯების გადადგმას, მოდი დავილაპარაკოთ, გაიხსნება დისკუსია, მოусმენენ აზრებს, განსხვავებულ აზრებს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. რატომ მოხდა ეს? მოხდა იმ ერთადერთი მიზნით, რომ უფრო კარგად გასაკონტროლებელი იყოს ეს უნივერსიტეტები, ხო? ეს არ არის დასასრული, ასე ვთქვათ, ამ რეფორმის. ჩვენ ვნახეთ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი. მე ვნახეთ ახლა რომ თურმე ამ ერთ ქალაქშიც უნდა გაერთიანდეს უნივერსიტეტები, ხო? ეს იყო სფერო, სადაც საბოლოო კონტროლი არ ქონდა ქართულ ოცნებას, ავტორიტარიზმი ვერ დაუშვებს, რომ ესეთი კერები, თუნდაც მცირე კერები არსებობდეს, მათ შორის სტუდენტებისა და პროფესორების სახით, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეხლა ერთად მოუყაროს თავი, ასევე სავარაუდოდ მე მქონდა გავიცან ინფორმაციას იმ გვარებთან დაკავშირებით, ვინც შეიძლება დაინიშნოს ერთიანი უნივერსიტეტის რექტორად, პირდაპირ ძალოვნებს ნიშნავენ. აი ესეთ ინფორმაციები ვრცელდება, თუ ეს მოხდა ლევან იზორიას გულისხმობ, პირდაპირ იქნება ეს საკონტროლებლად გაკეთებული, ხო, ყველაფერს დაეკროვა თავის სახელით, ხო? ლევან იზორია შეიძლება იყოს კი, და მეორე ნაწილზეც მინდა ვისაუბრო ამ ეგრეთ წოდებული, რაზეც დავიწყე საუბარი ფასების. ხო, ძალოვანი ახსენეთ და მაშინ ისიც გითხარით, როგორ უნდა შეფასდეს, აი ქართული ოცნების რა მესიჯია მაშინ, აი ძალოვანი საგანმანათლებლო სისტემაში. მეტი კონტროლი. ჩვენ ყოველთვის საუბრობდით ამაზე, რომ უნივერსიტეტებში იყვნენ გარკვეული პირები, რომლებსაც კავშირი ჰქონდა ძალოვანებთან. ხო, ეს შესაძლოა არ ყოფილიყო რექტორი, პრორექტორი ან ასე შემდეგ, მაღალი აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომელთაც გარკვეული კონტროლი ევალებოდათ ამ ადამიანებს. ჩვენ ამაზე ხშირად საუბრობთ, სხვათა შორის საუბრობდი ამაზე, როდესაც სტუდენტი ვიყავი და გარკვეულ ქმედებებს ვაპროტესტებდი სტუდენტობის დროს. თუმცა ახლა უკვე ეს აღარ არის დამაკმაყოფილებელი ავტორიტარული რეჟიმისთვის. ახლა მათ სურს, რომ პირდაპირ ვერტიკალმა დაიწყოს უნივერსიტეტის კონტროლი და იქ თუ ვინმე გაბედავს თავისუფალ აზროვნებას, თავისუფალ მოქმედებას, ის დაუყოვნებლივ უნდა იყოს ჩახშობილი, ხო? ეს გაერთიანება რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, ახლა ქართულ მოცნებამ არ მოხდება, თქვათ, ოპტიმიზაცია, ეს არის ტყუილი, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეტაპზე მოხდება ოპტიმიზაცია, აი მარტივად ავიღოთ, ხომ? არის ფაკულტეტები, რომელიც როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის, ასევე არის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხო? მაგალითად იურიდიული ფაკულტეტი, ხო? არის ორივე უნივერსიტეტში, ხო? რა თქმა უნდა, გარკვეულ ეტაპზე მოხდება ოპტიმიზაცია და ჩვენ ვიცით ქართული ოცნება როგორ აკეთებს ოპტიმიზაციას, სადაც მას შეუძლია, ხო? განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებიან და სხვათა შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამის პრობლემა არც მაქამდე არ ქონდა. ხედავდით მაგალითად შარშან, როდესაც მოხდა განსხვავებული აზრის მქონე თავისუფალი აზრის მქონე ადამიანების განდევნა უნივერსიტეტიდან. ალბათ ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად, უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი, რაც შეიძლება გქონდეს ამ მძიმე სიტუაციიდან, არის წნეხის გაზრდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ბატონიკე, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ბოლოს კიდევ ერთ საკითხზე მინდა გითხოთ, რომელიც ასევე მთავრობის დღის წესრიგის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, სურსათის მედიკამენტების და საწვავის მაღალ ფასებთან დაკავშირებულ თემას ვგულისხმობ. მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო კომისია აგრძელებს მუშაობას და დღეს უკვე საწვავის
კომპანიის კომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. აი თქვენი კომპანიის პარტიის წარმომადგენელმა თაზო დათუნაშვილმა დღეს ფასებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს იუმორინა უწოდა და განაცხადა, რომ წელს იუმორინას ჩატარება კანცელარიაში გადაწყვეტეს და შოუს ირაკლი ყობახიძე ხელმძღვანელობს. ეს პერსონალურად თაზო დათუნაშვილის პოზიცია თუ შეგვიძლია მთლიანად პარტიაზე განვაზოგადოთ და თუ კი ასეა, იქნება ახსნათ, რატომ გიტოვებთ მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკა და პროცესი ასეთ შთაბეჭდილებას. რა თქმა უნდა, თაზო ისევ როგორც ამ შემთხვევაში მე პარტიის პოზიციას ვახმოვანებთ, თაზოს ახასიათებს ძალიან კარგად ახასიათებს ესე ხატოვნად წარმოაჩენს ხოლმე ძიმე სიტუაციასაც კი, რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული პროცესია, რაც მიმდინარეობს. რატომ არის არასერიოზული? დავიწყოთ ახლა თავიდან. ქართულმა ოცნებამ გააღარიბა ეს ქვეყანა, გააღარიბა მოქალაქეები ერთი მიზნით. ღარიბი ადამიანის კონტროლი არის გაცილებით მარტივი, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არის ღარიბი, მას მცირე დახმარებას, როდესაც მისცემ, ჩამოკიდებ ამ მცირე დახმარებაზე, ის იძულებული იქნება მიიღოს, რა თქმა უნდა, ეს დახმარება და ამის სანაცვლოდ, როდესაც ეს იქნება ხმები, იქნება საჭირო, როდესაც დასჭირდება ხელისუფლებას აქციებზე გამოიყვანს და ასე შემდეგ, ხომ? უნდა გვესმოდეს, რომ ეს კონსტრუქცია ქართულ ოცნებას ხელს აძლევს ერთის მხრივ გაღარიბებული ხალხი, რომელიც იქნება მარტივი საკონტროლებელი და მეორეს მხრივ ადამიანები, რომლებიც მათ დაემორჩილებიან. ამიტომ ქართული ოცნება არავითარ შემთხვევაში სიღარიბეს ამ ქვეყანაში არ მოაგვარებს პირველ რიგში, რომც შეეძლოს და ჩემი აზრით მათ ეს არ სურთ. რაც შეეხება ზოგადად ამ კომისიას და ამ საოცარ პროცესს, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, ხომ? დავანებოთ ერთწუთს სურსათის ფასებს თავი. პირადობა რამ გააძვირა, ესეც დისტრიბუტორებმა გააძვირეს და ქსელებმა გააძვირეს. აი, ვინც რეესში მივიდა და თქვათ უძრავი ქონების გადაფორმება სჭირდებოდა. 2 წლის წინ 50 ლარი გადაიხადა და წელს 150 ლარის გადახდა მოუწია. ესეც მაღალი ფასნამატის გამოა დისტრიბუტორების მიერ თუ ცხოვრება გაძვირდა ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ცხოვრება გაძვირდა, ხო? თუმცა ჩვენ ეს ბრძოლა, რომ აი რაღაცა სურსათი ებრძვის ქართულ ოცნებს, სურსათის ფასებს, წლებია ვხედავთ. ხელშესახების შედეგები არ აქვს. რატომ? პირველი და მთავარი ფაქტორი რაც არის, ეს არის კორუფცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყანას მართავდნენ ადამიანები, რომლებიც ბავშვებს საკვების ფულს და ჯარისკაცებს ყარავდნენ და ქურდავდნენ, ხო? როდესაც გაქვს ესეთი სისტემა, რა თქმა უნდა, იქ ფასები იქნება მაღალი და სამწუხაროდ გაიზრდება. თუ გვინდა ფასების შემცირება, აუცილებლად უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება. მადლობა ბატონ თორნიკე, რომ დაგვითმეთ დრო, უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. თორნიკე არტქმელაძეს, ლელოს წარმომადგენელს დავემშვიდობებით, გადაცემა რეზიუმეც ამით დასრულებულია. მე დაგემშვიდობებით, ორშაბათიდან კი მერაბ მეტრეველი დაგებრუნდებათ. ნახვამდის.